ჯოჯოხეთი იწყება მაშინ, როდესაც ტრამპი ამხელს გლობალურ ფარს, რომელსაც ხალიჩის ქვეშ აჩეჩებდნენ. ამ ორშაბათს 2026 წლის 25 მაისს მან ირანთან შეთანხმება დააკავშირა მოთხოვნასთან, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საუდის არაბეთი, კატარი, პაკისტანი, თურქეთი, ეგვიპტე და იორდანია, წინ წაიძიონ აბრაამის შეთანხმებებში ისრაელთან. სანამ ნატო სავალდებულო ვალდებულებას იღებს უკრაინასთან, კუბა ჩქარობს ჩინეთიდან ბრინჯის მისაღებად. თეირანი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება ჰორმუზზე, ხოლო მემარცხენეები კარაკაში პროტესტს ისე წარმოაჩენენ, თითქოს მთელი პლანეტა ვაშინგტონის წინააღმდეგ იყოს. ტრამპის სვა მარტივი და მძიმე იყო. ვინც მშვიდობაზე ლაპარაკობს, პოზიცია უნდა დაიკავოს, ვინც დაცვას ითხოვს, ხარჯი უნდა გაიყოს და ვინც კრიზისს იყენებს საკუთარი ინტერესების დასამალად, ახლა მსოფლიოს წინაშე ჩანს. ფარსი ამ დაიწვა, რადგან ტრამპმა სწორ ნერვს შეეხო, ლიდერები დიპლომატიური კომფორტიდან გამოიყვანა და აჩვენა, რომ ბრაზილიური დისკურსის დიდი ნაწილი იშლება. როდის დგება ხელმოწერის გადახდის მარშრუტის გახსნის, ისრაელის აღიარების ან ანტიამერიკანიზმზე დაფუძნებულ რეჟიმებთან დაპირისპირების დრო. რა აღმოაჩინა ტრამპმა, რასაც ისინი დამალვას ცდილობდნენ? რატომ დაიხიეს უკან ამდენმა ლიდერმა, როცა მოთხოვნა საჯარო გახდა? როგორ შეიძლება ამ ზეწოლამ თამაში ირანის, კუბისა და ნატოს წინააღმდეგ შემოაბრუნოს? ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გიდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ტრამპმა მხოლოდ დიპლომატიური წინადადება არ დადო მაგიდაზე. მან ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდ პოლიტიკურ მოთხოვნას დაუკავშირა. მოთხოვნა მიმართული იყო ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საუდის არაბეთი, კატარი, პაკისტანი, თურქეთი, ეგვიპტე და იორდანია. იმისთვის, რომ ისინი აბრაამის შეთანხმებებში ჩაერთონ და საჯაროდ დააფიქსირონ, ნამდვილად სურთ თუ არა რეგიონული სტაბილურობა, თუ ურჩევნიათ ისრაელთან ნორმალიზაციის პროცესი, შიდა რეაქციის შიშით შეაჩერო. Associated Press-მა დააფიქსირა, რომ დონალდ ტრამპმა დაიცვა ამ მიერთების სავალდებულოდ გადაქცევა ირანთან მოლაპარაკების პროცესში. Reuters-მა ასევე აჩვენა, რომ ამ წინადადებას წინააღმდეგობა შეხვდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ რეგიონის ლიდერები პალესტინის საკითხს კვლავ იყენებენ ბარიერად, რათა ისრაელთან წინსვლა არ მოხდეს. სწორედ აქ ხდება ყველაფერი ნათელი. დონალდ ტრამპი მხოლოდ ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მიღწევას არ ცდილობდა. ის ცდილობდა ეს შეთანხმება რეგიონული ზეწოლის ბერკეტად ექცია. თუ ირანს სურს შვება, თუ არაბებს სურს სტაბილურობა, თუ ისრაელს სურს უსაფრთხოება და თუ გლობალურ ვაჭრობას სურს ღია გზა, მაშინ თითოეულმა მათგანმა რაღაც კონკრეტული უნდა დადოს მაგიდაზე. ტრამპმა ყველა ერთ დაფაზე დააყენა და საბოლოოდ გამოავლინა ისინი, ვინც მშვიდობაზე ლაპარაკობს, მაგრამ გარბის, როცა მშვიდობა საჯარო გადაწყვეტილებას მოითხოვს. ირანმა ამ ზეწოლის სიმძიმე იგრძნო, რადგან ჰორმუზის სრუტე მოლაპარაკების ცენტრში აღმოჩნდა. მარკო რუბიომ თქვა, რომ საუბრები მოიცავდა სრუტის გახსნას და ახალი ბირთვული მოლაპარაკებების დაწყებას. იმავდროულად ირანის ოფიციალური პირები წავიდნენ დისკუსიაზე, რათა განეხილათ შესაძლო სტრუქტურა, რომელიც თითქმის სამთვიან კონფლიქტს აშშ-თან დაასრულებდა. საერთაშორისო მედიამაც კი აღნიშნა, რომ ყველაზე სენსიტიური საკითხებია ირანის ურანის მარაგი, გაყინული აქტივები, სანქციები და საზღვაო სრუტის გავლის წესები. ომანთან თანამშრომლობა ამ მოსაზრებას ამყარებს. თეირანი ერთობლივ მექანიზმს ეძებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საზღვაო მოძრაობის პროტოკოლებითა და სანაპირო ქვეყნების მონაწილეობით. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ირანი დიდსულოვნად დათანხმდა. ეს ხდება იმიტომ, რომ სამხედრო, ეკონომიკურმა და დიპლომატიურმა ზეწოლამ ეს საკითხი დღის წესრიგის ცენტრში დააყენა. დონალდ ტრამპს ღია მარშრუტი, გემების თავისუფალი მოძრაობა და საზღვაო შანტაჟისთვის ნაკლები სივრცე სურდა. ნატოც ასევე გამოაშკარავდა. მარკ რუტეს გეგმაში იყო, რომ მოკავშირეები ყოველწლიურად გამოყოფდნენ ემშპ-ების 0.25%-ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად. დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და კანადამ დაბლოკეს ეს წინადადება და გეგმა ჩავარდა ერთსულოვანი მხარდაჭერის არარსებობის გამო. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს განსხვავებას სიტყვებსა და ვალდებულებას შორის. როცა მოსკოვის წინააღმდეგ განცხადების გაკეთება იყო საჭირო, ბევრი ხმამაღლა საუბრობდა. როდესაც საქმე ოფიციალურ ვალდებულებამდე მივიდა, ალიანსის ნაწილი უკან დაიხია. დონალდ ტრამპს ნატოს ნარატივის განადგურება არ დასჭიროებია. შიდა წინააღმდეგობამდე აჩვენა ევროპული ენთუზიაზმის ზღვარი ომთან დაკავშირებით. იგივე მოთხოვნის სხვა ფრონტზე ტაივანი ჩდება. Washington Post-ის მიხედვით, ტაიბეისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა შეჩერდა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და პეკინთან დაახლოების ფონზე. ტრამპი ამოწმებს მარაგს, რისკს და პრიორიტეტს, სანამ ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში კიდევ ერთ სენსიტიურ ფრონტს გახსნის.
თავად საბრძოლო მასალის გარშემო მიმდინარე დებატები აჩვენებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ზუსტად უნდა გათვალოს, სად განათავსებს თითოეულ სამხედრო პაკეტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაშინგტონი ერთდროულად ირანს, უკრაინას და წყნარი ოკეანის უსაფრთხოებას უმკლავდება. საბრძოლო მასალაზე მსჯელობა კიდევ ერთ ფარს ამხელს. ანალიტიკოსებმა, რომლებმაც ალ ჯაზირასთან ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ მარაგების შემცირება შესაძლოა გავლენას ახდენდეს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, განაახლოს თუ არა ომი თეირანთან. წლების განმავლობაში ამერიკის სამხედრო მანქანა გადატვირთული იყო კონფლიქტებით, საგარეო ვალდებულებებითა და ინდუსტრიული დამოკიდებულებით. ტრამპი ეხლა ჩანს როგორც პრეზიდენტი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება რეალურ მარაგებზე დაკრნობით უწევს და არა კაბინეტის ლამას სიტყვებზე. ლამას სიტყვებზე ომი მზაფრაზებით არ მოიგება. ომი მოითხოვს რაკეტებს, საბრძოლო მასალას, ლოგისტიკას და მოქმედ ქარხნებს. ინდოეთში მარკო რუბიომ ოფიციალური ვიზიტის დროს ნიუ-დელიში ინდოელების მიმართ რასიზმზე დასმულ კითხვას უპასუხა შეერთებულ შტატებში. მან უპასუხა, რომ ყველა ერს ხავს სულელი ადამიანები, მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გამდიდრდა იმ ადამიანებით, რომლებიც ჩამოვიდნენ, გახდნენ ამერიკელები, აითვისეს ცხოვრების წესი და წვლილი შეიტანეს ერის განვითარებაში. ამ ფრაზამ გამოხმაურება გამოიწვია, მაგრამ ასევე პირდაპირი დაცვა იყო ასიმილაციის იდეის. რუბიომ იმიგრაციას ცარიელ სლოგანად არ განიხილავდა. მან ისაუბრა ქვეყანაში შემოსვლაზე, ინტეგრაციაზე და რეალურ წვლილზე ამერიკულ პროექტში. ვენესუელა ყველაზე სიმბოლურ სახედ იქცა ანტიტრამპული რეაქციის. კარაკასში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი დემონსტრანტები წვავდნენ დონალდ ტრამპისა და მარკო რუბიოს გამოსახულებებს. სადეს ეს სცენა ვაშინგტონისადმი ხალხის უარყოფის მტკიცებულებად გადაექციათ. როდესაც ჩავისტები წვავენ ტრამპისა და რუბიოს გამოსახულებებს, ისინი აჩვენებენ ვინ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ სოციალისტური რეჟიმების მიმართ მკაცრი საგარეო პოლიტიკის დაბრუნების გამო. ეს არ არის მთელი მსოფლიო, ვინც ლაპარაკობს. ეს არის იდეოლოგიური სტრუქტურა, რომელიც რეაგირებს, რადგან იცის, რომ ტრამპი და რუბიო ვენესუელასა და კუბას ჰემისფეროში უსაფრთხოების პრობლემებად განიხილავენ. კუბაც ადასტურებს ამავე მოდელს. კუნძულმა მიიღო 15,000 ტონა ბრინჯი ჩინეთიდან ჰავანის პორტში, 60,000 ტონის პაკეტის ფარგლებში, მაშინ როცა ღრმა კრიზისს ებრძვის. ამავე დროს ვაშინგტონმა გააძლიერა ზეწოლა კუბის რეჟიმთან დაკავშირებულ სამოგზაურო და მხარდამჭერ ქსელებზე, გამოძიებებით, რომლებიც ეხება აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რავარებით სავარაუდოდ სანქციების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილნი. ჩინეთმა საკვები მიაწოდა, კუბამ გარე მხარდაჭერა მოიძია. მარკო რუბიომ ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ კუბასთან მოლაპარაკებული შეთანხმების შანსი მაღალი არ არის, რადგან კუნძულის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების კავშირები შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებთან არსებობს. გლობალური ფარსი აშკარად ჩანს, რადგან ყველა კერა ერთსა და იმავე ლოგიკას მიჰყვება. ახლო აღმოსავლეთში ლიდერები მშვიდობას ისურვებენ, მაგრამ ნორმალიზაციის პოლიტიკური ფასის გადახდა არ სურთ. ირანში რეჟიმს სურს შვება, მაგრამ ზეწოლის ბერკეტებზე უარის თქმა არ უნდა. ნატოში მოკავშირეებს სურთ ამერიკული ლიდერობა, მაგრამ არ სურთ დაპირება წლიურ ვალდებულებად გადააქციონ. ტაივანში კრიტიკოსებს სურთ შეუზღუდავი ვალდებულება, მაგრამ არ სურთ სამხედრო მარაგისა და პრიორიტეტების განხილვა. ინდოეთში სურთ შეადანაშაულონ შეერთებული შტატები, მაგრამ თავს არიდებენ ამერიკული ასიმილაციის ძალის აღიარებას. ვენესუელასა და კუბაში მემარცხენე რეჟიმები ტრამპს უყვირიან, რადგან იციან, რომ ტოლერანტობა დასრულდა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.